მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ორი სიტყვა თქვა ჰაუსში არსებულ ვითარებაზე და აი ამ უსამართლობებზე. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ მე ორი მუზა და ქუთაისელები ვზივართ აუთსაიდერის სკამზე და ორი დღეა ქუთაისელები არიან გარეთ და მე აი ახლა 1 საათის წინ გამოვედი გარეთ. 1000 საქმე მაქვს, კაბაზე უნდა გავიდე, იქ ის უნდა მოვაგვარო, აი მართლა 1000 საქმე მაქვს, ვერაფერს ვერ ვასწრებ წესიერად, ვერც ვიდეოების ჩაწერას, ვერც რამის დაპოსტვას და ორი დღეა ქუთაისელები არიან გარეთ. ორი დღეა ქუთაისელები გარეთ არიან და ხალხს მიმართავენ, რომ მუზები გაალიდერონ, მუზებს მისცენ ხმა. თან ძალიან ბევრ გვერდზე ვნახე მუზების ნომერი, აი ძალიან ცნობილ გვერდებზე, სადაც ყავთ 500.000 გამომწერი Facebook-ზე და ასე შემდეგ. ყველანაირად ცდილობენ, რომ მუზები გაალიდერონ, რომ შემდეგ პროექტი გადაარჩენს ვითომ ასე ვთქვათ ქუთაისელებს და რატომ არიან დარწმუნებულები ასე ძალიან, რომ პროექტი ქუთაისელებს გადაარჩენს. აქაც ერთი კითხვის ნიშანი მიჩნდება. მე ვფიქრობ, რასაც ქუთაისელები აკეთებენ არის უკვე ძალიან ზედმეტი, ასევე მუზები დღე და ღამე ჩემზე ლაპარაკობენ, ჭორავენ, განიხილავენ ჩემ თავს და შემდეგ მე როდესაც მდგომარეობიდან გამოვდივარ და რაღაცა ისეთი წამომწდება, რასაც მე მართლა ვნანობ და არ უნდა წამომწდეს, ამის გამო მე სანქციები მაქვს და ცუდი გამოვდივარ და ამ დროს მუზები და ზოგადად თითქმის მთელი ჰაუსი მე და ჭავახას გვაყენებენ უამრავ შეურაცხყოფებს და მე ჩვენ გამოვდივართ ისევ ცუდები, მთელი ჰაუსი არის ჩვენს წინააღმდეგ, ასევე ქუთაისელების ბოლო აქციელი განვიხილოთ, როდესაც შემოგვტენეს, რომ თითქოს მე და ჯავახას ყავს კლიკერები და ამ დროს ჯავახას სკამზე არც მჯდარა და რანაირად ყავს ჯავახას კლიკერები, როდესაც არც ერთხელ აუთსაიდერის სკამზე არ მჯდარა და არავინ არ იცის, რამდენ ხმას აიღებს მომავალში, როდესაც აუთსაიდერის სკამზე დაჯდება. ეს ადამიანები ყველანაირად გვაშავებენ, უკვე ყველა ზღვარს ცდებიან, სახეები დაკარგეს და რაც შეეხება კლიკერების თემას. მე მყავს ცოცხალი კლიკერები, გულშემატკივრები, ნამდვილი ადამიანები ვიღაცებისგან განსხვავებით და მე მგონი ამ სეზონში კლიკერები ვის ყავს და ვინ მოძრაობს კლიკერებით, მე მგონი ყველა ძალიან კარგად ხვდებით და შემდეგ ცდილობენ მე და ლორენცოს შემოგტენონ ასეთი რაღაც, რომ თითქოს ჩვენ მოძრაობთ კლიკერებით. არა მეგობრებო, ჩვენ ნამდვილად არ მოძრაობთ კლიკერებით, თქვენგან განსხვავებით და მოდი ყველა თავის თავს ჩაიხედოს და ძალიან კარგი იქნება თუ გავიაზრებთ ხოლმე, რას ვამბობთ, სანამ რამეს გავაკეთებთ და ვიტყვით. და მე მგონი ყველა ძალიან კარგად ხედავთ ქუთაისელებმა როგორ დაკარგეს სახე, თუნდაც ბოლო გადაცემაში. ასევე კიდევ ერთი მტკიცებულება, რატომ არის ჰაუსი, აი მთელი მონაწილეები ჯავახას და ჩემს წინააღმდეგ. როდესაც საშობაო ღამე იყო და ჯავახამ სიყვარული ამიხსნა და ესე ძალიან საყვარლად გაიხსენა ჩვენი ეს ორთვიანი ისტორია, თავიდან ყველაფერი დაიწყო ესე ფლირტით, ხუმრობით და მე ეს ხალხს რომ მოეწონა, რაღაცნაირად ესე გავაგრძელეთ ურთიერთობა და ბოლოს მართლა ისე მივედით, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა და გვაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ გრძნობები და ჰაუსის გარეთაც ვაგრძელებთ ურთიერთობას და ისე გამოიყვანეს ეს ყველაფერი. თითქოს და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ხალხისთვის და თითქოს ეს ყველაფერი თავიდანვე იყო ფეიკი და არის ფეიკი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებს, რადგან SMS-ები მომდის, რომ აი ღამებს ათენებდით ჩემს გამო და მაღვიძარები გაქვთ ხალხო დაყენებული, რომ აი მე ხმა მომცეთ და შოქში ვარ ამ ხელის სიყვარულს რომ გრძნობ, ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ დღეს სამართალმა იზეიმოს და ჩვენ ამას დავამტკიცებთ. ჩემი ნომერია 0903030303. როდესაც ბოლოს ეს ნომერი მქონდა, მე მგონი ყველას კარგად გვახსოვს, რაც მოხდა, ასე რომ დღეს ვნახავთ რა მოხდება. ჰაუსის გვერდზე სტრიმზე იყო გამოკითხვა ჩატარებული, თუ ვინ გსურთ დარჩეს პროექტში და აქედან 55% მაქვს მე აღებული. მე მგონი ყველა კარგად ხედავთ. ვინ ლიდერობს აი ამ ბოტების და ფეიკი რაღაც აკაუნტების გარეშე Facebook-ზე, რაც არის მუზების კედრომ არის მიმართული ეს ბოტები და ვითომ რომ Facebook-ზე მუზები ლიდერობენ, აი ნამდვილ გამოკითხვაში მე ვლიდერობ. ეჭვიც არ მეპარება რომ მე ვლიდერობ, რადგან მე და ჭავახას ყავს ყველაზე ბევრი გულშემატკივარი და ძალიან ბევრი ცოცხალი კლიკერი.